გამარჯობა. Პარეცეს. ქვეყნის დატოვების მიზეზი. მაგას ქვეყანაში შესვლის წინარე კითხებია? ეგ სხვა ქვეყანებში. თორე სომხეთიდან რომ მიდიხარ ესეთი ზღაპარი ქვეყანიდან, აინტერესებს ეთი რა არ მოეწონა. იქედან მარტივად შემოგიშვეს და აქედან გასვლა რატომ გახდა პრობლემა? ჩვენ საჯარიმოშიც რო ეგრე მარტივად შემოგიშვით, იმიტომ შეიქმნა პრობლემა. კარგი რა, მოგება და წაგება, ძმები არის. მე რაღაც წაგებაა ჩვენი ძმა. გასაგებია ძმაო შენი პოზიცია, მაგრამ მე რა შუაში ვარ. შუაში ხარ აბა სადა ხარ, აქეთ საქართველო, იქით სომხეთი. მე გამიშვი ძმაო ჩემ საქართველოში. ცოტა ხანი ვერ იქნება იქ. რატო? იქ ახლა კვარას გარეშე მოიგეს არა? კი. ეხა კვარაიანი იქნებით? კი, კვარას გვეყოლებ. Pizdeets. რა? არაფერი სომხურად თქვი რაღაც. მოკლედ ვერ გაგიშვებ. რატომ? ეხა კი აუხსნიდი, მაგრამ ეგეთი გამოთქვა გვაქვს შენ. გრძელი სიტყვა მოკლედ თქვი, შაირე ამათ კარგი. თქვენ გაქვთ ეგ გამოთქვა? და ის გამოთქვა არ გაგიგია, რასაც დასთეს იმას მოიმკი? მე იმკი აგერ. რა გინდა ძმაო, გამიშვი, პირდაპირ თამაშზე მივიდივარ, მაგვიანდები. რანაირად მიდიხარ, მანქანაზე ნომერი არ არის. რა არ არის ძმაო, რომ მოვედი იყო? ეგრე მხითარიანიც იყო, მაგრამ ფაფუ აღარ არის. ეთქობა მოხსნა ვიღაცამ კამერაზე გადაამოწმე. მე აქ გამშვები ფუნქცია აქვს, ვარის ოთახი კი არ არის კამერაზე გადაამოწმე. ეგ არის ბიჭო თქვენი მასპინძლობა, ნომრები მომპარეთ? ეგ არის თქვენი სტუმრობა 0-3 მოუგეთ. ახლა რა ვქნა, ფული გადავიხადო და ნომრებს დამებრუნებთ? კაი, შერასერჩი. მაგრამ ეხა შე რო გაგიშვა, იქ დიდი ავტობუსი დგას. მე ისეს უნდა გავუშვა. გავუშვი მე. არა, მაგ ავტობუსში სომხეთის ნაკრები ზის. მე მაგაც ოდვაში ბეჭედი ჩამრთმელი არა ვარ. ეგრე 3-0 ჩაგეთვლებას წაგებ. ხო და აზრი? ესე გზის ფული მაინც დაზოგავს. მაგითო გაწელე ეს დრო. დავისხვალე ხა. მადლობა. პარევცეს. ქვეყნის დატოვების მიზეზი. 23 მარტს დინამო არენაზე პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი საქართველოს სომხეთი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე 0-3 მოვიგეთ, ეს შეხვედრა ინტრიგას მაინც ინარჩუნებს. რადგან ეროვნული ნაკრების ბომბარდირებში მიქაუტაძემ კვარას გადაასწრო და ვნახოთ ახლა კვარა რას იზამს. პირველ შეხვედრაში სომხეთის ნაკრები უშანსოდ დავამარცხეთ. ამ თამაშს ერევანში სტადიონზე დავესწარით ჩვენს სომეხ მეგობართან ერთად. პირველი გოლი რომ გაუტანეთ, თავი დაიმშვი და არაუშავს გაგიმართლათ. მეორე გოლზე გაკვირვებულმა ვკითხა კვარა ნახდათ არ თამაშობსო? მესამე გოლზე წამოდგა 1 წუთით მოსაწევად გავალო და აღარ დაბრუნებულა. თამაში რომ მორჩა და ჩვენს მანქანას მივუახლოვდით, დავინახეთ ჩვენი გაბრაზებული სომეხი მეგობარი როგორ ხსნიდა ქართულ ნომრებს ჩვენი მანქანით. სომხეთის ახალმა მსმენელმა ჯონ ვანცხიპმა წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის ნაკრებმა 3 შეცდომა დაუშვა და 3-ვე გოლი გაგვიტანესო. მართალი ხარ ბატონო ჯონ? ოღონდ ამ 3-დან 2 აიაქსში შენს მიერ დასრულებულმა შეცდომამ გაგიტანა. რა უნდა ვიცოდეთ გუნდებზე? საქართველოს ნაკრებმა ბოლო 8 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო. სომხეთმა კი ბოლო 8 გასვლიდან 1 მატჩის მოგება მოახერხა. საქართველოს ნაკრები თამაშის საშუალოდ 4-ჯერ უტყავს კარში. სომხეთი კი 2 ბარათს იღებს. საქართველოს ნაკრები თამაშის საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის, სომხეთი კი ერთხელ ხდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია საქართველოს ნაკრების ფორით მოგება. პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები გაცილებით მაღალი დონის არის ვიდრე სომხეთის და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სანიორმა შემადგენლობა გადაახალისოს, ვფიქრობ, რომ საკუთარ კედლებში დინამო არენაზე გადახალისებული შემადგენლობითაც მინიმუმ 2 ვორტით მოუგებს სომხეთს. ჩემი პროგნოზია საქართველოს ნაკრები მოაწვის მეოთხურს პირველ ტაიმში. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ნაკრები მართლა უკეთესი გუნდია ვიდრე სომხეთის ნაკრები. ვფიქრობ, ჩვენი ბიჭები პირველივე ტაიმში სერიოზულად მოეკიდებიან საქმეს, შეუტევენ და ლოგიკურად ამ შეტევებს ჩვენი მხრიდან უნდა მოყვეს მეტი კუთხე.